ამოვედით ეხლა ჩვენ ლაშარის სალოცავთან, თიანეთიდან არის 17 კილომეტრი. ნახავთ, ესო ქალები შესვლა რატო არ შეიძლება აქაო? არ ვიცი ეხლა ეგ ახსნები არ ვიცი. ხო, არც მე არ ვიცი. სანახავია. წერია ყველაფერი. თელ სილამაზეს და აიმ ისტორიულ ელფერს რაცა აქ ამ ადგილს ეს ნაგავი რაც ყრია გარშემო ამ ადგილის, რავი, აქაც ნაგავია, იქაც ნაგავია, ყველგან რაღაც ნაგავი ყრია. სილამაზეს უკარგავს. ლაშარის ჯვარიდან სულ რაღაც რამოდენიმე მეტრში რუკაზე აღნიშნული არის თამარ მეფის სამლოცველო. ესე იგი ერთ რაღაცას მე ვერ მიხვდი და ხახნო თუ ვინმე მიცით ეს სამლოცველოები რასთან არის დაკავშირებული ქრისტიანულ რელიგიასთან თუ წარმართულ რელიგიასთან თუ სხვა რამესთან ძალიან გთხოვთ კომენტარში მომწერეთ. აი ამ ადგილს ქვია თამარ მეფის სამლოცველო. აქ ეთყობა მანდილოსნებმა ქალებმა დაანთეს, იმიტომ რომ თამარ მეფის სამლოცველოში ქალების შესვლა აკრძალულია. ოღონდ რა. ეს გზა მიუყვება მეგობრებო თამარის სამლოცველოსკენ. ასასვლელი ბილიკია და გზად გვხდება ასეთი ადგილები. და აი იქით არის თამარის სამლოცველო. ეს ადგილი უნდა გავიაროთ და მე მივიდეთ სამლოცველოში და ვილოცოთ. მიდი ხარ, უნდა ილოცო? ეს ყველა ვარიანტი უნდა გაიარო. ეს უნდა გაიარო და მე უნდა წახვიდე და ილოცო. ან უნდა ილოცო, ან სხვა რამე უნდა ქნა, რა ვიცი. просто რანაირი კაცი უნდა იყო და რანაირი ქალი ან რა ვიცი რაც ხარ. აი ეს რო დატოვო აქ просто. ეხლა ვიმყოფებით მეგობრებო სოფელ ნიჩბისში და ამოვიდით ციციშვილების ციხე დარბაზში. აქ ცხოვრობდნენ ციციშვილები. ამხელა ციხე იყო. ამხელა კედელი აუშენებიათ, ხედავ ციციშვილებს. ხო, ხედავ, მაგრამ ციციშვილების ციხე არის აშენებული მე-16 საუკუნეში. მე მიდე ხლა ციხეში კოშკში შევიდე. კოშკში შესასვლელი სად არის? აი კოშკში შესასვლელი. ამოვიდით კოშკის სახურავზე. ეს არის სოფელი ნიჩბისი. ალბათ გალავანზე გადიხარა. ახლა ვიდე ერთი მანდამე და მე ტელეფონი მომაწოდე. მარტო ძნელია ცოტა მოდალი ხარ. ხო, ამოვედი ბესო ეხა მე აქ მე და აღარ ამოვალ. აღარ გინდა, ხო. ავიდე ახლა აქ მაინტერესებს რა ხდება. კი, გალავანს მიყვება ეს გზას. ასე მიყვება და ჩადის ალბათ აი იქ. არ ვიცი ჩადის თუ არა, მაგრამ აბა ერთი სანდამდე შევძლებ გავყვები. აქედან ჩამოვძვერი, გალავანს გამოვყევი, აქ არის ჩამოსასვლელი. ესეც ერთ-ერთი კედლის ნაწილია, აქ შიგნით რა ხდება, არ ვიცი. აიო. და გამოდის მე აი აქედან გამოდის და ბესოც ამოვიდა. ჩამოვალ მე ხლა აქა. გავყვები კედელს და ჩამოვალ. ეს აბანო იყო კი. ეთყობა. მოვიდა არის შესასვლელი, სულ ასეთი ისინი.
და ასე უწყობს კლუბს. ამ ხელა კედლებია, ხედავ? აქედან ჩამოსვლა ბიჭო რა თქმა უნდა. ოიცა ერთი. იქნებ დაანებე და იქიდან ჩამოსვლა. საიდან? საიდან ზოგადად. უიცაკას. თუ ვინ ასე კლუბი დაარტყი და იქ ჩამოხვალ, აი. ეს არის მთავარი კოშკი. მერე ჩვენ შევედი აგერ იქით შესასვლელია კედელზე კოშკი და მოუყვება გზა კედელს ზევიდან. საკმაოდ სქელი დიდი კედლებია და ჩამოდის აი აქ. გამოვედი აქედან. ქვევით არის აბანოშიც მინდა შევიდე და ვნახოთ. ეხლა მეგობრებო, ეხლა ვიმყოფებით ჩვენ ისევ სოფელ კარსანში, მოვინახულეთ გეოფიზიკის ობსერვატორია. მოვედით მეგობრებო სოფელ კარსანში, სადაც ასეთი დიდი გრანდიოზული შენობა იყო. ეს იყო 1913 წელს გეოფიზიკის ობსერვატორია. ლავრენტი ბერიას ბრძანებით ამ სოფელში, სოფელი კარსანიდან გაასახლეს ყველა მაცხოვრებელი, რადგან აქ აკეთებდნენ, ამ ადგილზე ატარებდნენ, ასე ვთქვათ, ცდებს ადამიანებზე. ყოველ შემთხვევაში მე ეგრე წავიკითხე ინტერნეტში, რამდენად მართალია არ ვიცი, ვერ გეტყვით. მიწის ქვეშ დიდი გვირაბი გაკეთებული და ამ გვირაბში მარხავდნენ ამ ადამიანებს. ყოველ შემთხვევაში არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ ასეთი ინფორმაცია არის. მე მინდა ახლა აქ ჩავიდე. ანუ ჩასაჩეხი არ იყო. არ იქნება აქ ფრინავი ღამურები. ეს რა მაგარი ფანარია ბესო. ჯო, არანაკლებ. რა ვიცი. ღამურები არ ჩანან ჯერჯერობით. კაი სიგრილე კი არის აქ. აი ესეთი გვირაბი იყო, რომელიც ახლა კოღვებით არის ავსე. აი ეს ამუშენებულია აგურით. ვიღაცას გადამტვრევია, ამოლუქული იყო ეს და აქ შევიხედოთ რა ხდება. სიცი ყვახტაჟე. თუ შევეტევი, აი ნახეთ, დანადგარი იყო ასეთი ამ წეს მაგვარი. ჩაბმული იყო აი ეს დიდი ბეტონის ფილა და აი აქ არის აი დიდი სახურავით არის, რომელსაც წევდნენ ხოლმე, აიწეოდა ეს სახურავი, იღებოდა და შიგნით ჩაყავდათ მიცვალებულები. აქ საჰაეროა. წმინდა ნინოს მონასტერამდე ნახეთ ასეთი ადგილი, სადაც დგას ძველი მანქანები, მაგრამ საკმაოდ კარგ მდგომარეობაში. აი Rolls Royce ბიჭო. სადა ფუჭდება ეს მანქანა, აფუჭებენ ამ მანქანებს აქ. ღია ცის ქვეშ.
კიდევ ერთი Rolls Royce. აბა ერთი კარებს თუ გავავრებ. ერა, ჩაკეტილია. ესეც ძველი Rolls Royce. ეს ბზიკებია ძალიან ბევრი. დაკეტილია. Москвич. სახალი პაგრიშკები. დაბერილებია პაგრიშკები, ხო? ხო, დაბერილებია, დაფშული არ არის. Volga. აუ, ბესო დაკოქე ერთი რა. შიდები უხენა, ნახე, ასეთი არაფერი მინახე. აუ, საჭერა მაგარი აქვს, რული აქვს იმენა მაგარი რა. ხო და აი იქით ზევით გზა მიუყვება წმინდა ნინოს მონასტერისკენ, რომელშიც ახლა ჩვენ ავალთ. ლაფანყურის სოფლის შემდეგ მოვინახულეთ ერთი უძველესი ეკლესიის ნანგრევი და ამოუყევით ზევით და აქ არის უძველესი ეკლესიის ეთყობა ამას, ძალიან ძველი ეკლესიაა. მანქანით ბესო ამოხვალ, აი მე რო ფეხი წამოვედი რა, მაგ გზას უნდა გამოყვე, სხვა გზა აქამდე ამოსასვლელი არ არის. ხო, სურათებში რო არის ჩანს, ერთ მანქანა არის ამოსული ჯიპი რო გეუბნებოდი. ხო, თუ სურვილი გაქვთ, შეგვიძლია ამოვიდეთ. ერთი წუთი მოიცა ვნახო ესა და ჩამოვალ. მდინარე ლოპოტას მახლობლად აი ესეთი რიყის დიდი ქვებით არის აგებული. საკმაოდ დიდი ეკლესია იყო. მაგრამ ეხლა ამ ეკლესიისგან დარჩენილია მხოლოდ ესეთი ნანგრევები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ცაბაურთის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები, მოვინახულეთ. რამოდენიმე ჭიქა დავლიეთ, მოიხსენიეთ ჩვენი წინაპრების სულები. ძალიან კაი ადგილია, ვისაც ეს სიამონება შეუძლია ამოვიდეს და ეს მაგიდან ვინც დატოვა გაუმარჯოს ღმერთმა ამ შენშაც ბევრია, სამფეხები რაღაცა. მაკალის ბევრი არის და მაკალიცა და ყველა. ღვინოც არის დატოვებული დაჟე ეგერ-ეგერ. კარგად ბრძანდებოდეთ ყველა. გაგიმარჯვებთ. მომავალ შეხვედრამდე. მოგესალმებით, მეგობრებო, ეხლა ჩვენ მოვდიოდით თეთრი წყაროდან, გადმოუხვიეთ მოკლე გზარით, წალკის მიმართულებით. ეს ადგილი არის ზღვის დონიდან 1700 მეტრზე. მივდივართ სოფელი კლდეისისკენ. მოდი. ცოტაც. კაია. ავიდა. არაფერი ისეთ. გაიგლისა სულ. დავაი, რივოკი. მეგონი იქეთ აიფლობა. Машина водила ночи, блядь, нахуй. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მეგობრებო. ამოვედით ჩვენ დიდი კლდეისის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ულამაზესი ადგილია, ენით აღუწერელი სილამაზეა აქ. ვიდეოთი ნამდვილად ვერ გადმოცემ იმ გრძნობას,
რაც შეიძლება ადამიანმა იგრძნოს ამ ადგილებში მოხვედრის დროს. კლდეისის წმინდა გიორგის ეკლესია. პატარა და კუხტა ეკლესია. 1899 და იქ შიგნით 1869-ია. დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 23 ნოემბერი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს და დღეს ვიმყოფებით ჩვენ სოფელ არხოტში, საკმაოდ. გამოყევი აიგრე მარჯვენა მხარეს. მარჯვნივ აიღე, მარჯვნივ. მან რატო შეხვედრე? მან არ უნდა შესულიყავ. მანქანა არ არის, მაო, ეს არის რაღაცა სხვა განზომილებაა რაღაც. ასეთი პატარა ეკლესიაა სოფელში. ძროხები ყავთ, საქონელი ყავთ. დილამშვიდობის. იცოცხლეთ. მოგისალმებით სულ ყველას მეგობრებო. დღეს ჩვენ მივამართებით ალევის ოქროსკარიან სამების ეკლესიისკენ. ერთი მანქანა დაგვხვდა გზაზე გაჭედილი, რომელიც ამოვიყვანეთ და ბიჭები აღარ წამოვიდნენ მანქანით. აქამდე ვერ ამოვიდოდნენ, წამოვიდნენ ფეხით. იმაზე უხდენ რა ქვია. ჯანლამბარი გამოვაბათ და ეგ არის, მე მგონი ამოვა ეხა თავისითაც. ბიჭებო, თქვენ ბოლომდე გინდათ ახვიდეთ მაგ მანქანას? არა, ფეხით უნდა წავიდეთ მას. ესე იგი, მეგობრებო, ამოვედით ჩვენ ალევის ოქროს ჭიშკრიან სამების ეკლესიაში და შიგნით ეზოში ასეთი სილამაზე, აი მანქანა, რომლითაც აქ შეიძლება ამოხვიდე, სხვა მანქანით აქ ამოსვლა ცოტა ჭირს. ძალიან კარგად აქვთ ყველაფერი გაკეთებული, გემოვნებით. ნახეთ რა სილამაზეა, შევიდეთ ეკლესიაში. სანთელი დავათოთ, მოვილოცოთ. ეხა მეგობრებო, ვიმყოფებით ჩვენ ხორნაბუჯის ციხეზე. ქვევიდან ამოსასვლელი არის საცალფეხო ბილიკი და მოუყვება კლდე ზევით ამოდის და მინდა რომ გაჩვენოთ ეს საცალფეხო ბილიკი, როგორი ამოსასვლელია. ეს ბილიკი სადღაც მიუყვება. აჰა. სადამ მოვიდით? ვა.
ბიჯო ხედავ შენ მოქოლი აქ გასცეს ბელი ალაზა, ხო? ხო და ეს ბილიკი კიდე მიუყვება სადღაც ო ეს რა კაი ნატურალური შინი. ნამყენი კი არა. რომელი? მეტი არ მინდა აბერთი ჩავყვეთ ამასაც მოდი. მაგრამ ვაჟა რას გამოი? ვაჟა არა მო ვერ ამო ესა შეუძლია გამერი. ვა მოგაბოყვალ აქამდე. ყველა პენსიას გობლა. აჰა ეს სად მოვედით ესეთი ამოსასვლელია შემოვდივართ თაღში და გზა გრძელდება ისევ ადის ზევით რა ძალიან მაგარი ადგილია აქ არის კიდე კლდეში გამოჭრილი ოთახები ერთი ოთახი შიგნითაც არის ალბათ აქ საძინებელი იყო და ასეთი გზა მიუყვება ისევ ზევით ავიდეთ აბა ესე იგი ერთი გზა მიდის აქ და ერთი გზა მიდის აქეთ. ჯერ წავიდეთ აქეთ. ნახოთ რა ხდება. საკმაოდ რთული ამოსასვლელია. აქეთ გზა აღარ მიდის. აი კედელთან დამთავრდა. აქაც არის ერთი ოთახი, საკმაოდ დიდი ოთახია. გამოქვაბული. ავიდეთ ხა კიბეებზე. ეს გზა კიდე მიუყვება. აქეთაც არის ასასვლელი. აქეთ კიბეებია გაკეთებული. ხედავ. ცოტა რთულად ასაძრომი. ამოვედით. ამოვედით.
აქეთაც ადის და აქეთაც. ჯერ წავიდეთ აქეთ. ბიჭო. აგე. ჰე! ძალიან მაგარი ადგილია. ამოვედი მეგობრებო ხორნაბუჯის ციხის წვერზე. საკმაოდ რთული ამოსასვლელია. ციფრთხილია საჭირო, მაგრამ აქედან იშლება ულამაზესი ხედები. და ეხლა გადავიღებ და გაჩვენებთ ამ ხედებს. ეს არის ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრის წვერი. საიდანაც იშლება ულამაზესი ბუნება, არაჩვეულებრივი ხედებით. ხანგრძლივი ძებნის მერე მოვძებნეთ როგორც იქნა ჩვენ საპიკნიკი ადგილი თავისი ფაცხით, მაყალი, შესაწვავი ადგილი მწვადის და ეხლა აი გაჩვენებთ როგორი ლამაზ ბუნებაში ძალიან ლამაზი ადგილი ვიპოვეთ. სახილდა რომ გამოვედით ეს ადგილი ვიპოვეთ წვიმდა, მაგრამ სანამ ჩამოვედით გადაიღო არაჩვეულებრივი ამინდი გამოვიდა. აქ არის ცეცხლის დასანთები სპეციალურად. აქ ეს ხორცის დასალაგებელია. შეატრიალებ და ესე შეწვა ხორცს. ბარბეკიუს გააკეთებ. აი ეს რა შენობა არის, ოღონდ აი მაგის გაგება მინდა. ბიჭო, აქ რაღაც ბილიკი მიდის. აბა ერთი ცოტა ხანი თქვენ მიხედეთ მაქაურობას. ბილიკს გავყვები ერთი სად მიდის. აუ, რამ ხელა ნაძვის ხეებია. ბესო, ცოტნე. სეკვოიას ხეა, აგე სამიცალი აქაც არის. დაუნიავე ერთი ცოტნე კარგად. რაღაც ეს ნაკვერჩხალი ვერ გავაღვივებთ ჩვენ.